ზუსტად 50 წლის წინ 1964 წლის 18 ნოემბერს თბილისის დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. დინამო მოსკოვის ტორპედო დაამარცხა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დინამო არენაზე მემორიალი გაიხსნა, რომელზეც მაშინდელი ფეხბურთელების გვარებია გამოსახული. ასევე გაიხსნა ლეგენდარული ქართველი მეკარის სერგო კოტრიკაძის მემორიალი. დღის ბოლოს კი დინამოს ლეგენდარულ ფეხბურთელებს საკრებულოში უმასპინძლეს. ესეთი რეჟიმი იყო, რომ არ არსებობდა ვარიანტი, რომ თბილისის დინამო გამხდარიყო ჩემპიონი. სულ მოსკოვის 5 გუნდი იყო მოსკოვის გახსოვდა, სულ მოსკოვის გუნდები ხდებოდნენ ჩემპიონები. სასიამოვნოა, კარგია, რომ სიამოვნოს, რომ ხალხს ახსოვს კიდევ ეს სიხარული და ბედნიერება და არ ავიწყდება. ეგაა სასიამოვნო. დიდი გამარჯვება იყო, რამაც დასაბამი დაუდო საქართველოში ფეხბურთის წარმატებულ საქმიანობას. მე რა თქმა უნდა მინდა აღვნიშნო იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც დაждო თავისი შრომით და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთი ყოფილიყო უმაღლეს დონეზე. ყველა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იყო ის თაობა, რომელმაც გამარჯვებას მონაკრებულ ქართველებს ხალისი, ზმენა და სიყვარული აღუდგინა ფეხბურთის და საერთოდ სპორტის მიმართ.